რატომ შეადარა ილონ მასკმა მისი კომპანიის შესაძლებლობები ქრისტეს სასწაულებს? დღეს ჩვენი საუბრის თემა ეს იქნება, როგორც ირკვევა ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობმა მულტიმილიარდერმა ბიზნესმენმა შექმნა ნეირონული ჩიპები, რომლებიც მართლაც დაუჯერებელ საშუალებებს თავაზობენ ადამიანებს. მეტყველების აღდგენა, თვალიშინის დაბრუნება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ბავშვობის ან შეძენილი ტრავმა. უფრო მეტ დეტალს ერეკლე ფოლადიშვილი მოგვიყვება, რომელმაც მოამზადა ამ თემასთან დაკავშირებით ანალიტიკური მასალა. ერეკლე საღამომშვიდობის. ეხლა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ტექნოლოგიური, კოსმოსური თუ საავტომობილო ინდუსტრიის ნამდვილმა ლიდერმა, ილონ მასკმა თელ-ავივში გამართულ ღონისძიებაზე საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა. მის მიერ დაფუძნებული კომპანიის Neuralink-ის მიერ შექმნილი ნეიროიმპლანტების, იგივე ჩიპების შესაძლებლობები მილიარდერმა არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ იესო ქრისტეს სასწაულებს შეადარა. გამოსვლისას მან Neuralink-ი დაახასიათა როგორც კიბერნეტიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია, რომელიც შექმნილია ორგანიზმში გაწყვეტილი ბიოლოგიური კავშირების აღსადგენად. აღნიშნული ტექნოლოგია დაინვალიდებულ ან დაბადებიდან სხვადასხვა ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ისე მართონ ხელი თუ ფეხი, ისე დაინახონ, ისე ამოითქვან ენა, რომ სულ არ დასჭირდეთ წარმოუდგენლად ძვირადღირებული ოპერაციები, რომლებიც ხშირად შედეგსაც ვერ იძლევა. მარტივად რომ აგიხსნათ, Neuralink-ის ერთი იმპლანტი თავსდება ტვინის ქერქის იმ ნაწილში, საიდანაც მთელ სხეულს მოტორული სიგნალები მიეწოდება დაახლოებით აქ. მეორე იმპლანტი კი სწორედ დაბადებიდან დაზიანებულ თუ ტრავმირებულ სხეულის იმ ნაწილში, რომელსაც ადამიანები ვერ იყენებენ. ამ გზით სისტემა გვერდსულის დაზიანებულ თუ გათიშულ ზონებს და სიგნალს პირდაპირ გადასცემს ერთი იმპლანტიდან მეორეს. შესაბამისად, უმოძრაო კიდურები თუ სხეულის დაზიანებული სხვა ნაწილები, რომლებიც ბუნებრივად ტვინისაგან სიგნალს ვერ იღებენ, ახერხებენ ჩვეულებრივ ამოქმედებას. როგორც მასკი აცხადებს, კომპანია აქ შეჩერებას არ აპირებს და მალე დაიწყებს ადამიანებზე კლინიკურ გამოცდებს იმ ფუნქციის აღდგენისთვის, რასაც ხედველობა ჰქვია. პროექტი Blindsight-ის ფარგლებში ნეიროიმპლანტები გვერდსაულიან დაზიანებულ ხედველობის ნერვებს და თანდაყოლილი უსინათლობის მქონე პაციენტებს ხედველობას აღუდგენენ. აი სწორედ ამ შესაძლებლობებზე საუბრისას გავლო პარალელი მასკმა მისი კომპანიის შესაძლებლობებსა და იესო ქრისტეს სასწაულებს შორის. მოდი ზუსტად მოვისმინოთ მისი კომენტარი. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ტექნოლოგია ადამიანებს სიარულის საშუალებას კვლავ მისცემს. თუ ვინმეს აქვს ვთქვათ ხერხემლის მძიმე ტრავმა. ერთი იმპლანტი აიღებს სიგნალს ტვინიდან, მოტორული ქერქიდან და გადასცემს მეორე ნეიროიმპლანტს და შედეგად აამოძრავებს სხეულს. ადამიანები შეძლებენ თავიანთი კიდურების გამოყენებას და ვფიქრობთ, რაღაც მომენტში იცხოვრებენ კიდეც ნორმალური ცხოვრებით. ვფიქრობ, არანაკლებ დიდი ამბავი იქნება ტეტრაპლეგიის მქონე ადამიანებისთვის კონტროლის აღდგენა და მხედველობის დაბრუნება. იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობ, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ იესოს დონის ტექნოლოგია. ანუ სასწაული, ნამდვილი სასწაული. დიახ, ზუსტად, ეს იქნება მეცნიერების სასწაული.